გამობმული ძალიან ძლიერად და ძალიან მაგრად. ამდენად ჩვენ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების იალტა 2 სტადიაში. და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და გავა პერიოდი დაწყნარდება, დამშვიდდება სამყაროს საქართველოს გაერთიანდება და სიამოვნებით გავიხსენებთ, რომ ვიყავით მოწმე მონაწილე აი ამ დიდი გლობალური პროცესებისა, რომელიც ჩვენს თვალწინ ხორციელდება. აგერ ახლა ამასთანავ გაიმართა ტრამპის ვიზიტი პეკინში, რომელმაც დააფიქსირა დედამიწაზე ახალი პოლიტიკური რეალობა. 2 სახელმწიფოს ლიდერობით. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. სად არის რუსეთი, რომელიც აი მორეულში შედიოდა, ხო? მთელი ეპოქა. არცად მესამე ადგილისთვის მოუწევს მოსკოვს ბრძოლა სოფლიო გეოპოლიტიკურ ლიდერებში და ეს მესამე ადგილი მისთვის გარანტირებული არ გახლავთ, რადგან ხავს სერიოზული კონკურენტები მილიარდნახევრიანი მაღალტექნოლოგიური ინდოეთის სახით, ბრაზილიის სახით და რაც თავარია ევროკავშირის სახით, რომელიც არის ჩვენი განუხრელი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მესამე ადგილის კი სანატრელი გაუხდა პრეზიდენტ პუტინს, რომელსაც ეგონა რომ აჰა იქცეოდა მსოფლიოს მკრობელა და მინიმუმ ამერიკასთან თანასწორობაში გადაწყვეტდა დედამიწის ბედს. აი ემოციონებებში, აი ამ სანსარულ საგარეო გეოპოლიტიკურ ქმედებებში იქამდე მივიდა საქმე, რომ რუსეთმა დაკარგა გავლენა თავის სატელიტ კოლონიებში და პროტექტორატულ ქვეყნებში, როგორიც არის ვენესუელა თავზე დაემხო, კუბა თავზე ემხობა, შუა ევროპაში უნგრეთი დაკარგა თავისი აგენტი ორბანის სახით, ირანი თავზე ჩამოემხო, სირია დაკარგა, შუა აზიას კარგავს, აი ამ წუთში ჩვენ ამ პროცესში ვართ, შუა აზიას კარგავს და ამიერკავკასია ხელიდან ეცლება და მთელ აი ამ საოცარ გეოპოლიტიკურ დუღილში ჩვენ მოგვესაჯა ძალიან უაღრესად ცუდი როლი მოსკოვის და პუტინის სატელიტისა, რომელსაც აღარ შერჩა მოკავშირე, აღარ შერჩა სტრატეგიული პარტნიორი, ყველა მილთვის, სადაც განვითარებული სივრცეა, ეს ახლა ადამიანის საზოგადოებაში ეგრეა, არა მარტო გეოპოლიტიკაში. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი და უკრაინა რა ახლოს ყოფი ხალხებია, ხო? ამის გარდა ეხლა სლავები ისტორიულად 16 ტომისგან შედგებოდნენ და ბოლომდე კიდევ ვერ დათვალეს, უფრო მეტია ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით. თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ამ 16 ტომიდან არავის არ უნდა რუსებთან. არც ლატვიელებს, არც ლიტველებს, არც პოლონელებს, არც ჩეხებს, არც სლოვაკებს, არც სლოვენებს, არც სერბებს, არც ბულგარებს, არც უკრაინელებს, არც ბელორუსებს, უბრალოდ ის ბატკა აბალანსებს რაღაცას. არავის არ უნდა, იმიტომ რომ განვითარებას იქით ხედავენ და სადაც განვითარება იქ უნდა წახვიდე. ყველა გარბის ეხლება ზის სინათლისაგენ გვირაბის ბოლოს. და ჩვენ ვრჩებით აი ამ ჯურღმულში იმის გამო რომ ივანიშვილის მიცემული აქვს საქართველოს მიყიდვის და დამონების პირობა ბიძინა ივანიშვილზე და მძევლად ხავს ქვეყანა აყვანილი და წიმყავართ აი ეს აფარებული საკუთარი უსაფრთხოებისათვის. ახლა მეტი ახლა წარო გეუბნებოდით რა საფუძველი უნდა იყოს დაპატიმრების სანქციის არ გაცემისათვის. მეტი რა საფუძველი შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა მოიფიქროს და ჩაედინოს. აი ეს სიტუაცია, ანუ ჩვენ ვართ ახლა გეოპოლიტიკური დიდი გადაწყობის პროცესში, რა დროსაც საქართველოს დგას ყველაზე ოქროს პოზიციაზე, ანუ უდიდესი დივიდენდები წამოვიდოდა ეხლა ციდან, ხმელეთიდან, ზღვიდან, სამყაროს 4-ვე მხარეს ჩვენ ვაკავშირებთ გეოპოლიტიკურად, რომ არა რეჟიმი, რომელიც მიერეკება ჩვენს მოკავშირეებს აქედან და აიძულებს ეძებონ ალტერნატიული შემოვლითი გზები, ზანგეზური, იქ სომხეთ-აზერბაიჯანის სევანის მიმართულებით კიდევ სხვადასხვა გზები ყოფილა იქ თურქეთში გამავალი და ჩვენ აი ასე პრაქტიკულად ჩვენს მომავალს, ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს სიმდიდრეს, რომელიც უნდა შემოსულიყო ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებს ვწირავთ, აღარ საუბრობ ახლა დამპყრობელ გეოპოლიტიკურ მტერზე, რომელიც აი ამ წუთშიც ახორციელებს საქართველოს ანექსიას და 9 მაისს იმისათვის რომ რუსი ობივატელისთვის პრეზიდენტ პუტინს გული მოეფხანა უკრაინაში აი იმ სერიული მარცხის შედეგად რაც ნუ 4 წელი ახლა 4-5 წელში პირველი და მეორე მსოფლიო ომები დამთავრდა და იმან იქ ერთ სოფელი ვერ აიღო და ხუტორი დონეცკისა და ხარკოვის რეგიონში და იმისათვის რომ ეს იმპერიული ამბიციები დაემშვიდებინა საკუთარი მოსახლეობის
მიერთა ფაქტურად ცხინვალის რეგიონი. ის ხელშეკრულება, რაც 9 მაისთან, იმ 9 მაისს, რომლის გამარჯვების სულის შემდგმელები იყვნენ ქართველი სტალინი და ქართველი ლავრენტი ბერია, ხოლო დროშა აფრიალა მელიტონ ხანთარიამ რაიხსტაგზე, აი 9 მაისს პუტინმა გააკეთა სწორედ ის, რაც მისი აზრით გამოიყვანდა წაგებული მდგომარეობიდან და მიერთა პრაქტიკულად მიერთა საქართველოს ტერიტორია, იქ დაწყებული როცა იკითხოთ ეს ხელშეკრულება, თანამდებობის პირები რუსები დაინიშნებიან, სასკოლო პროგრამებიც კი დამტკიცდება მოსკოვში, ახალგორის და ცხინვალელი ბავშვებისა. ანექსის შინაარსია ფაქტობრივად ეს რაც არის და თქვენ როცა მოუწოდებთ მათ შორის პროკურატურას რეაგირებაზე ფაქტებთან დაკავშირებით, აი რაზეც მართლა უცილებლად და უეჭველად დღესვე უნდა საქმე აღიძრებოდეს, ეს არის იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რომლებსაც ამ გადაწყვეტილებაზე სამართლებრივი რეაქცია არ მიუწევს. საერთაშორისო სასამართლოში უკვე შეტანილი უნდა იყოს სარჩელი აი ამ პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელის ხელმოწერით, ან იმ ხუჭუჭა შეშლილის პრემიერ-მინისტრად წოდებულის ხელმოწერით. სხვა შემთხვევაში ეს პრაქტიკულად არის უმძიმესი დანაშაული და ისინი მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ ამომძიმეს დანაშაულებაზე, დანაშაულში ახლა იქ რო კაცს სემენ და არ განაცხადებად მოკლავენ, ამაზე ციხია, ხო? საქართველოს კლავენ. საქართველოს ერთებენ და უმაღლეს თანამდებობის პირები ამ დროს ლანძღავენ ევროპის კავშირს. ფონდერ ლაიენს და კაია კალას იმის გამო რომ მათ მოგცეს პირობა საქართველოს შევა პაკეტში რუსეთთან შემდგომი რეგულირების დროს და მოთხოვნა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის გარდა იქნება საქართველოს დეოკუპაცია, მათ შორის მოლდოვას, ანუ პაკეტში შეგვიყვანეს და ნაცვალდებისა რომ მადლობა გადმოსდიოდეთ პირიდან ამ ხელა სამყარო სოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი 750 მილიონიანი ევროკავშირი გვერდში დაგვიდგა და გვეუბნება რომ აგე რუსეთთან არ მოაგვარებთ ურთიერთობას, არ მოუხსნით სანქციებს, სანამ უკრაინასთან ერთად არ მოახდენს საქართველოს დეოკუპაციას. დღეს უსმენ პარლამენტის წევრობა წოდებული იმ ედეპეშნიკი შარმენაშვილი, ქადაგიშვილი და ის ვიღაცა რომ გორდულაძე რომ მოიყვანეს გაურკვეველის ტყიდან გამოვარდნენ ყაჩასურგავს. ეს იგი უსმენ მაგათ განცხადებას და განცხადენ ევროკავშირს. არაფერი გამიგია. მე ასეთი მტრობა არ გამიგია ხალხო დაგუყობთ მაგ არსებამ ვინც სიაში ჩაქცერა და დეპუტატები გონიათ თავი. დაგუყობა დაგაქცია და ბოლოს და ბოლოს თქვენ თვითონ შეკრებეთ ეს პარლამენტის საგანგებო ხდომა თვითგადარჩენის ინსტინქტი ხო გაქვთ შინაგანად არა კარგი შეიძლება სამშობლო არ გიყვართ ან იმ დონეზე არ გიყვართ ხო და მიიღეთ რეზოლუცია მიმართვა დაგმეთ შეერთება ცხინვალის რეგიონის რუსეთზე მოითხოვეთ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა აგერ ახლა სულ რამდენიმე საათის წინანდელი ამბავია Boeing 777 300R წარმოადგენს ყველაზე დიდ რეაქტიულ ლაინერს სამგზავრო სოფლიოში 600 მგზავრამდე ეტევა და შეუძლია იფრინოს 22000 კილომეტრი ძირს დაუშვებლად. ანუ ეს არის დონე კონტინენტებს შორის ეს დაფრინავს და თბილისის აეროპორტი ჯერ არ ღირსებია ეს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტი არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ რაღაც ჩარტერულ რეისებს. და იცით თუ არა რომ დღეიდან მოსკოვსა და სოხუმს შორის იფრენს Boeing 777 უმაღლესი მოდიფიკაციის ხომალდი, რომელიც 560 მგზავრს ტურისტს ჩამოიყვანს სოხუმში დასასვენებლად და დროის სატარებლად. ამაზე თუ გაუგია ვინმეს ერთი პროტესტი საქართველოს ხელისუფლებად წოდებული დანაშაულებრივი ჯგუფიდან, ერთი მიმართვა სამოქალაქო ავიაციის იკაო რო ქვია, ჩიკაგო იმაშია ხო კანადაში მაგის შტაბ-ბინა. ერთი პროტესტი, ერთი საჩივარი საერთაშორისო ინსტანციებში. ეს ქვეყანას აბარებენ მტერს, ჩვენ სათითაო ტროტუარზე დგომის გამო გვიჭერენ და ეს სამართალდამცავი ორგანოები ახალგაზრდებს არიან დარეული და იმათი ყმების დამტრობით და ნეკნების მტრობით ითობენ თავს და აი ამას ქვია სახელმწიფო და ჩვენ გვინდა რომ აი ასეთი რეჟიმით სოფლიოში წარმოუჩინდეთ წარმატებულ გეოპოლიტიკურ ცენტრად და ის დივიდენდები რაც აეხლა მოედინება ციდან ზღვიდან და ხმელეთიდან ეს დავითრიოთ კაი გაგებით გამორიცხულია უნდა დავამთავროთ რეჟიმი და მე მინდა მადლობა უთხრა ბატონო გიორგი 26 მაისს ყველას ვინც გამოვიდა მიტინგზე და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ეს არავითარი პარტიულ ღონისძიება არ იყო, ეს იყო საერთო ეროვნული პროტესტი და ეს პროტესტებია, სწორედ რომელიც დააჩქარებს ლეიბორისტების დაწყებულ რეჟიმის დასანქცირების პროცესს და მოუღებს ბოლოს აი ამ სისტემას ერთად. და ალბათ, რა ვიცი, კითხვა არ დავიწყდებოდათ მაგ ბატონებს და რამდენიმე დღის უკან Washington Post-მა დაბეჭდა ანალიტიკური სტატია. სარედაქციო წერილი. თან სარედაქციო კოლეგია, ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა წერია იქ.
ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვა სპეცსამსახურებთან შეთანხმებული პოზიცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოში არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ირანელი აიათოლების მოკავშირე, ყველა ღვთისმსხურიდან გადავარდნილი სისტემის მეგობარი და ძმაკაცი, ქართველი ხალხისათვის ისტორიული გზის გამრუდებელი, რომ მათი ადგილი არ არის არც საქართველოში, არც სოფლიო გეოპოლიტიკაზე. ნუ რავინ იფიქრებს, რომ თუ ახლა ალიევის დიქტატორობას შეეგუა ევროპა და შეერთებული შტატები, იგივე შეეგუება საქართველოში. შეერთებული შტატები და ატლანტიკური სივრცე გეოპოლიტიკას აგებს იმის მიხედვით, რომელი სოფლიო ცივილიზაციური სისტემა რა ტრადიციებით მოდის. და ვინ ვისი ნათესავია. ისლამურ ქვეყნებთან, არაბულ ქვეყნებთან ითვალისწინებენ მათ ჩამოყალიბებულ ტრადიციებს, რომ ხელმძღვანელი, არ უნდა იცვლებოდეს, მემკვიდრეობით თუ არ გადავარდნო, მთელი ცხოვრება უნდა იყოს, ამიტომ იქ ზდუმან და აფორმებენ ხელშეკრულებებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. მაგრამ ჩვენ გვთვლიან თავის თანასწორად, თავისი ცივილიზაციის ნაწილად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენია აქ არ ტარდებოდეს არჩევნები. აქ ჭირდეს ერთი და იგივე მძანებელი ვიღაცა დიქტატორი, რომელთანაც დაიწყებენ ვაჭრობას და შენი ჭირი ეხლა გზაგამატარებინე. აი გერმანიის ეჭმა იშვიათი პიროვნებაა ფიშერი, ეგეთი დახვეწილი დიპლომატი, მე ახლა დიპლომატურ აკადემიამ დამთავრებული და იშვიათად მინახავს. რა მოარტყა ამასინად? ჩვენო ღირებულებების ქვეყანა ვართო და რამდენიმე კილომეტრი ავტომაგისტრალზეო, ჩვენ ამ ღირებულებებს არ გავსვლითო. გენიალური რამე თქვა კაცმა. გამორიცხული ეგ ვაჭრობები, რომ აი ალიევის პრეცედენტი გაავრცელონ ივანიშვილზე და დატოვონ მისი მმართველობა ხელუხლებლად, ან იგივე შედარება უხეშია საუდის არაბეთის პრინცის მაგალითი. ეგ არის ყოველად გამორიცხული. ყოველად გამორიცხული ისეთი ცვლილებები მიდის თელ სოფლიოში, რომ არაფერი არ დარჩება ივანიშვილის მოკავშირე პუტინისაგან და რომ არა პუტინის რეჟიმისაგან და რომ არა თქვათ აი ეს გეოპოლიტიკური ბალანსის საკითხი უკვე ეჭვის ქვეშაც კი დადგებოდა რუსეთის მთლიანობა. თუმცა ვიმეორებ, წარმოუდგენელი მარცხენელობად გეოპოლიტიკურად უკვე მოხდა კიდევაც ამოვარდნენ ორეულიდან, ანუ მესამე ადგილზე უწევთ ბრძოლა, ეს დიდი მარცხია მოსკოვისათვის, ხო? მაგრამ ეხლა დაშლამდე არ მივა საქმე და რატომ? იმიტომ რომ ევროპას და დასავლეთს ეშინია, რომ შუა აზიიდან ისლამური ექსტრემიზმი არ შემოიჭრას. და ჩინეთს, აი ხო ამბობენ, რომ ციმბირი უნდა და სხვადასხვა. ჩინეთსაც არ უნდა რუსეთის დაშლა, რადგან ეშინია პანთურქული სამყაროსი, რომელიც შეიძლება ერთ ჩვენი ერთ დღეს მათი დიდი კედლის გაყოლებაზე კვლავ აღდგეს და მოგეხსენებათ თურქი, შუააზიელები, სინძიანი უიღურების ავტონომიური ოლქი ჩინეთში 15 მილიონი თურქი ეგენ თურქები ყველა. აი ესენი კორეელები, მანჯურიელები, მონგოლები ყველა ალთაური ენების ოჯახის წევრია, ანუ ერთი ერია, ერთი სისტემა, ერთი ცივილიზაცია და მეცნიერების გათვლებით იაპონურიც კი ენობრივად მათ ენათესავება. ანუ ჩინეთსაც არ აწყობს რუსეთის დაშლა, არც დასავლეთს არ აწყობს რუსეთის დაშლა, მაგრამ არავინ არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა დაიპყროს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, შეინარჩუნოს ტერიტორიები, მიერთოს, დაუჟილად იმოქმედოს და პუტინის სატელიტებმა კიდე ძალაუფლებაში ყოფნით იმდენი ხანი დაიტკბონ თავი, რამდენიც გაუსწორდებათ. ამას არავინ არ დაუშვებს, აი ეპოქა დამთავრებულია. რუსეთი როგორც სოფლიოს თავარი ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ფაქტორი ჩამოარდნილია, მოკავშირეც აღარ დარჩა ახლო აღმოსავლეთშიც და შესაბამისად ერთადერთი სატელიტი არის საკუთარ სასახლეში შემძვრალი და შემალული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ძალიან მალე გამოატრევს გეოპოლიტიკური ქარიშხალი და წაბრძანებს საბრალდებო სკამზე და ახდება ქართული ხალხის ოცნება, აღდგება ერთიანი ძლიერი და ამაყი საქართველოს თავისი უდიდესი გეოპოლიტიკური ფუნქციები და მერე დადგება ის ჟამი, როდესაც მართლა უნდა დავდგეთ და მრავალჟამიერი დავაგუგუნოთ. მადლობა.